რეგიონული კინოფონდი პერსპექტივები აჭარის რეგიონში მრგვალი მაგიდის ირგვლივ ბიაფის ფარგლებში კინოფონდის შექმნის პერსპექტივებზე იმსჯელეს. კინოს განვითარების ხელშეწყობისთვის აჭარის სამინისტრო დაფინანსებასაც ზრდის. ვის დაეხმარება და რა დატვირთვა ექნება შექმნის შემთხვევაში ფონდს? მარი ბოლქვაძე გიამბობთ. 2014 წლის ყველაზე წარმატებული ქართული ფილმი ოსკარზე წარდგენილი სიმინდის კუნძული, რომლის რამდენიმე ეპიზოდი ბათუმში გადაიღეს, საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული წარმატების შემდგომ ბათუმში ბრუნდება. კინოთეატრებში გაშვებამდე ფილმს საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებენ. გიორგი ოვაშვილის ბოლო ნამუშევარი ერთ-ერთია ბოლო პერიოდში გადაღებულ ფილმებს შორის, რომელიც ნაწილობრივ აჭარის კულტურის სამინისტრომ დააფინანსა, კონკრეტული მიზეზითა და მიზნით. ჩვენ ვაძლევთ საშუალებას კინოხელოვნების დარგში მოღვაწე პირებს, როგორც ჩვენი რეგიონიდან, ასევე ჩვენი ქვეყნიდან, რომ ჩვენგანაც მიიღონ თანადაფინანსება, რაც გარკვეულწილად მიმართულია ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციისაკენ, იმიტომ რომ წარმოება უნდა იყოს ჩვენთან, ამ ბათუმში ან ზოგადად რეგიონში. კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომელსაც სამინისტრო უკვე 2 წელია ახორციელებს, შესაძლოა ახალ მასშტაბურ იდეად იქცეს. უკვე მიმდინარეობს მუშაობა რეგიონული კინოფონდის შექმნაზე, რომელიც საინტერესო იდეებს დააფინანსებს და ამ გზით რეგიონს კულტურულთან ერთად ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს. პროექტის კონცეფციასა და პერსპექტივებზე დღეს მრგვალი მაგიდის ირგვლივ იმსჯელეს, რომელიც ბიაფის ფარგლებში რამდენიმე წელია იმართება. ამ 2 წლის შედეგებმა ძალიან კარგად გვაჩვენა თუ რა წარმატებები შეიძლება ჰქონდეს და რა სარგებელი ამ ხრივ რეგიონს. ვინაიდან ჩვენს მიერ გაცემული თანხებზე გაცილებით ბევრი დაიხარჯა აი ამ კინოწარმოების პროცესში, გადაღებების დროს ჩვენს რეგიონში და ჩაერთო და დასაქმდა 150-მდე ადამიანი, სტუდენტები მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით განხორციელდა არაერთი მასტერკლასი და ვორქშოპი. არა მარტო აჭარაში უნდა იყოს ეს რეგიონალური ფონდი და ჩვენ ძალიან ესე იგი დიდი 8 წლია კინოცენტროს ფონდი ჩამოყალიბებული იყო, ეს რამდენიმე წლის წინ მოხდა და ძალიან გაამართლა ამ ფონდმა და ჩვენს მიერ დაფინანსებული ფილმების დიდი ნაწილი შემდეგ აღებულობს ხოლმე დაფინანსებას და ძალიან ეხმარება ეს რეგიონს, იმიტომ რომ გაცილებით მეტი ფინანსები შემოდის, ვიდრე რეგიონი თვითონ ხარჯავს და ჩემი სურვილი იქნებოდა რომ აი ამ თქვენს ძალიან წარმატებულ მაგალითზე, ესე იგი ეს მაგალითი დაანერგოთ სხვა რეგიონებში. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კინოინდუსტრიის განვითარება პირდაპირ პროპორციულია იმ ფესტივალების ზრდისა, რომელიც საქართველოში იმართება. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლები უკვე ფიქრობენ იდეაზე, რომელიც ფესტივალზე ქართული კინოს ცალკე სექციად ჩამოყალიბებას უკავშირდება. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში, ახლა ჩვენ როგორც წესი ყველა კონკურსში გვაქვს ქართული ფილმი, პრინციპში მხატვრულ და დოკუმენტურ კონკურსში თითო ფილმი შეგვიძლია რომ ჩავსვათ ქართული, ასევე რამდენიმე ფილმი არის მოკლემეტრაჟიანი კონკურსში ყოველწლიურად და ასევე წელს მაგალითად გვაქვს და შაშანაც გქონდა ცალკე არასაკონკურსო სექციის სახით პირობითად დავარქვით ამას ქართული პანორამა. ზოგადად art-house ფესტივალებს ძალიან უჭირთ მაყურებლის შენარჩუნება, როცა ირგვლივ ამდენი გასართობია ადამიანები კინოში აღარ დადიან. კინოინდუსტრიის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა. სოფიის ფესტივალი თითქმის 20 წელი არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის დიდი სარგებელი მოაქვს, ყოველ წელიწადს გვიწევს ადგილობრივი მთავრობის კარზე მიკაკუნება დახმარების სათხოვნელად. პატარა ერებისთვის კინო იდენტობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა. კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას კულტურის სამინისტრო 2015 წლისთვის 400.000 ლარით დააფინანსებს.